გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი ჭაუჭიძე, ეს არის გადაცემა სკოლაზე, რომლის მიზანია საზოგადოებაში სკოლის შესახებ არსებული წარმოდგენების ერთგვარი ტრანსფორმაცია, აგრეთვე ჩვენი სტუმრების განსხვავებული რაკურსით წარმოჩენა. დღეს ჩვენი სტუმარი არის დავით ფანჯაკიძე, ბიზნესმენი, გირჩის სათათბიროს მუდმივი წევრი, შეიძლება ასეთი სტატუსითაც მოიხსენიოთ. დავით, გამარჯობა კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა, რომ მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში. დღეს ვისაუბროთ სკოლაზე, შენ სკოლაზე, ბავშვობის სკოლაზე, გავიხსენოთ რაღაც საინტერესო დასამახსოვრებელი მომენტები. აგრეთვე მინდა რომ ვისაუბროთ ცხადია ზოგადად განათლებაზე და კონკრეტულად შენი შვილების განათლებაზე, როგორ ხედავდი, რა გააკეთე იმისთვის, რომ თქვათ წარმატება მიეღწიათ თქვენ შვილებს და აგრეთვე ცხადია უნდა ვისაუბროთ ახალ სკოლაზე, რომელსაც ვახომი გრილიშვილთან ერთად თქვენ პარტნიორები აფუძნებთ და საინტერესო იქნება ასევე პირადად შენი, როგორც მე მგონი შეგვიძლია ვთქვათ, როგორც გირჩის საკრებულოს წევრობის კანდიდატიც ასეთ პოზიციაზეც რომ გაგვიზიარო მოსაზრებები. დავიწყოთ თავიდან, გითხარი სკოლა, რომელ წლებში სწავლობდი და რომელ სკოლაში სად იყო ეს სკოლა? სახელმწიფოებისა გიორგი, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ. 71-იანი ვარ. შესაბამისად სამზონაში დავიბადე, იქ გავიზარდე, იქ შევედი სკოლაში და რომელ სკოლაში შევედი, ის სკოლა დავამთავრე. ასად არ გადავსულა. ანუ 0-დან, მაშინ 0 კლასი იყო, 0-დან ბოლომდე 132 საშუალო სკოლაში გავატარე ჩემი ბავშვობა. დაახლოებით 76 წელი შეხვიდოდი. კი, ესე იგი მე ნოემბერში ვარ დაბადებული და შევედი სექტემბერში, ამიტომ სულ პატარა ვიყავი. 5 წლის შევედი და სკოლაში გავხდი მე 6 წლის. სკოლა ჩემი სკოლა იყო ჩემი საცხოვრებიდან ალბათ რაღაც 200 მეტრში სულ, ამიტომ ესეთი კომფორტული იყო ჩემთვის სკოლაში სიარული. ალბათ იმ დროს ყველასთან ეგრე იყო, ახლოს იყო მეტნაკლებად სკოლა რა იმ ეპოქაში. გავატარე სრული საშუალო განათლება იქ მივიღე. ეს სკოლა ჩვეულებრივ არანაირი არც ექსპერიმენტული იყო, გამორჩეული არ იყო, სტანდარტული სკოლა იყო და ეს სტანდარტული საბჭოთა ბავშვი სწავლობდი ამ სკოლაში. აი 5 წლის ასაკში რამდენად შეეგუე, როგორ გადანახე თუ სკოლა იყო რაღაცა ეზოსავით და შეჩვეული იყავი უკვე ან დადიოდი ან როგორ გახსოვს ეს პირველი წელი ან წლები? რაღაცნაირად ვემზადებოდი ალბათ სკოლაში შესასვლელად, მათ შორის ადრე დავიწყე ლაპარაკი და თუ მეხსიერება ამ რაღაცას წერის ისიც მქონდა უკვე სკოლამდე ხო რაღაც გამოცდილება და კითხვა სხვა არ იცოდეს კი ანუ მასობგერები ისინი ვიცოდი ბაღშიც სწავლობდით და რაღაც მეტნაკლებად მომზადებული შევედი სკოლაში. რა თქმა უნდა ხა დაწყებითი კლასები ნაკლებად მახსოვს, შეიძლება რაღაცა უფრო ემოციური რაღაც მომენტები გამახსენეს, მაგრამ ზოგადად სკოლა ესეთი საკმაოდ დიდი სკოლა იყო, ჩვენს კლასში 32-33 ბავშვი ვიყავით და საბჭოთა კლასიკურ საბჭოთა განათლებას ვეზიარე. არაფერი რო გითხრა ისეთი გამორჩეული, ის იყო რომ კლასში ალბათ ვიყავი, მაშინ ასე გვეძახდნენ წარჩინებულ ბავშვს. ზოგადად კი მიყვარდა სწავლა. ანუ არ ვანაცვლებდი სწავლას თამაშით, ანუ სწავლის საკედრო იყო და ვიცოდი რომ როცა დავასრულებდი სახში მეცადინებას, ამის შემდეგ შემეძლო მე მეფიქრა გართობას და რაღაც ესე მეტნაკლებად სისტემატიზირებულად მივყვებოდი განათლებას. ესე იგი ფრიადოსანი ვიყავი და ყველასაგან სწავლობდი, ანუ გაინტერესებდა ყველასაგანი, სხვა ჩერს სულ მაინტერესებს ხოლმე. ну ცხადია რომ პრეფერენციები მქონდა და ტექნიკური საგნები გაცილებით მეტად მაინტერესებდა და ბევრად ინტერესით სწავლობდი. ნაკლებად ასე ვთქვათ რაღაც ისტორია, გეოგრაფია, მაგრამ არ დაგიმალო
არც თამაც ლიტერატურაზე. მაგრამ ვიცოდი რომ უნდა მესწავლა. ანუ ამით ჩემ ვალდებულება ვიცოდი რომ ეს იყო რაღაცნაირი ვალდებულება და უნდა შემესრულებინა ფინალურად ცდილობდი. რაც არ ძალიან მიჭირდა და არ გამოდიოდა ეს იყო აი რაღაცის დაზეპირება ეს იყო ჩემთვის აი ეს ლექსიდან დაწყებული თარიღებით დამახმენ თარიღების რაღაც საინტერესო მოვლენას დავუკავშირდეს და ბუნებრივად დაგამახსოვდეს მაგრამ ის რაღაც ეს ომი ამ წელს დაიწყო იმ წელს დამთავრდა და ემად არ შეგეშალოს ნუ ეს ჩემთვის იყო რთული მაგრამ მით უმეტეს მეც პრინციპში ამ სკოლის გამოშვება ვართ ასე ვთქვათ და ხო რაღაცნაირად უკონტექსტო მართლა დაზეპირებაზე რაღაცა და სამწუხარო ის არის რომ არსობრივად სინამდვილეში დღესაც ამ რაღაც მიდგომებით ამ სწავლებაში ყავს ეს ბავშვები ფაქტობრივად რა რომ შევადაროთ თუ გამოვაცლით ცხადია იმ რაღაც იდეოლოგიზებულ ნაწილს რაც იყო ამაზე მინდა გკითხო ეს სიყალბე ხო აი რაც არის რაღაცა დადგმული თუ შინაარსი თუ რაღაცა პოზებიც კი რაც უკავშირდებოდა თქვათ მაშინდელ სისტემას ხო საბჭოთა იმპერიულ იდეოლოგიას რომელიც რა თქმა უნდა სკოლაში უნდა ყოფილიყო დაწყებული თუნდაც პირველი კლასიდანვე რომ რაღაც ოქტომბრელობა და როგორ რა დამოკიდებულება ჰქონდა ასეთი რამეების მიმართ აი თუნდაც ის ყელსახვევის გაკეთება და რაღაცა მაშინ იყო ხოლმე ბავშვებს მოაწყობდნენ ხაზზე რაღაცა ზეიმები მარშები და რა ხო გახსოვს ეს სიტყვები და რანაირი დამოკიდებულება ჰქონდა რას როგორ ხო მე ხანა ნამდვილად ვერ დავაბრალებ ჩემ თავს რაღაც რევოლუციონერობას და მაინც და მაინც რო გითხრა იმ ეპოქაში მე მახსენდება ჩემი ანტაგონიზმი ზოგადად რაც არ მომწონდა რაღაცნაირად ხო განმეორებადობა და ერთფეროვნება ეგ შეიძლება არ მომწონდა და სულ რაღაც ვეძებდი რაღაც შეიძლება რაღაც ალტერნატივებს და ამიტომ რაც მახსოვს რომ სკოლის ბიბლიოთეკაში მქონდა ეს ლიტერატურა და იქიდან მიმქონდა ეს ბიბლიოთეკა და იქიდან მიმქონდა წიგნები ვკითხულობდი და ანუ კლას გარეშე მიყვარდა ძალიან საკითხავად და კითხვა ესე მიუხედავად იმისა რომ ხო საინტერესო ანუ ადამიანს ბავშვს ამ შემთხვევაში რომელსაც კითხვა უყვარს ლიტერატურა უყვარს და არ უყვარს ქართულის არა და სინამდვილეში რა უნდა ხდებოდეს ქართულის გაკვეთილებზე თუ არა ის რომ ეს სიყვარული ასეთ ბავშვებს კიდევ უფრო მეტად დაუვიდეს ხო აი ზუსტად აი ალბათ თუ რაღაცა შემინდა გამოყვე ეგეთი რაღაც განსხვავებული ძიება ეგ იყო რომ რაღაც ჟიულ ვერნს სკოლაში არ მასწავლებდნენ და მასწავლებდნენ რაღაც ისეთ შუშანიკის წამებას და ჩვენ ტანჯვაწამების ისტორიას და რაღაცნაირად ხო რაღაც ძიება მქონდა იმისი უფრო შეიძლება გასართობი უფრო სახალისო და ეს მახსენდება თუმცა სხვა დამოკიდებულება მქონდა ტექნიკური საგნებისადმი იმიტომ რომ მათემატიკა იმთავითვე მიყვარდა ესეთ სიტყვა, მაგრამ ხო მომწონდა და მათ შორის აი რაღაც ამოცანის ამოხსნის სიამოვნება მქონდა და ერთი საშეშელო მითხარი რომ ელაპარაკოს სკოლაზე პირველი ამომიტირდი და ეგეთი რაღაცა თავში რომელიც აი ემოციის დონეზე მახსოვს რა ჩვენ ქონდა აი ვისაც უნდა ვთქვათ მათემატიკაში უფრო მეტი წადინა სკოლის მერე კიდე რაღაც საათები ქონდა რამენ დღეს ეს ძალიან კაი მათემატიკის მასწავლებელი მყავდა უკვე მოსდიდ კლასში ნორა კაკაურიძე მახსოვს ძალიან კარგად არა სამწუხაროდ ცოცხალი და აი ამ კლასის შემდგომი გაკვეთილების შემდგომ ასე წერე დავარქვათ აღარ მახსოვს ეს წერე იყო თუ რაღაც მაგრამ ავდიოდი და მარტო მათემატიკაზე გავდიოდი მახსოვს რომ თოფურიას სახელმძღვანელო იყო იქ და იქიდან ხსნილით ლოგარითმები ქონდა გავიარეთ ლოგარითმები და ეგ უნდა ვაგზელებდით ამის და თავიდან ეთყობა ვერ დავიჭერე ლოგიკა თუ ვერ ხსნიდი კონტროლებს რა ამოცანებს და აი წრეზე დამატებიძე აი ხო ეს გაიბწყინებს რა და რაღაცა ლოგიკა დავიჭერ ის რაც მანამდე ვერ მივხვდი აი მაშინ მივხვდი და
რო დაიჭერმე ლოგიკას მე ხო მაგალითები ერთი და იგივე გამოხსნა არაფერი აღარ არის თუ გინდა ასე შეატრიალე ისე შეატრიალე თუ დაიჭირე რა მიზანშედეგობრივი კავშირი ადვილი ხა განტოლოს აღმოსნა ფერი არა რო ამოხსენ მიუხვდი დავიჭირე ის მუღამი და მარცვალი და მე ყველა მაგალით ძალიან მარტივად ადვილად და სწრაფად ვიყვანდი ეს ემოციურ სიამოვნება დღესაც მახსენდება მინდა მაგას რომ რაღაცნაირად მოვეჭიდოთ ეს მიხვედრა ბავშვის მხრიდან მასწავლებელმა გიბიც აქეთკენ რამე თუ ეს რაღაცა შენ მქონდა უნარი აი რომ რაღაცნაირად არ ვიცი გამომუშავებული სპეციალურად უნარი რომელიც რაღაც სიტუაციაში გიბიძგებდა ხოლმე გამოსავლისკენ და ეს რაღაცნაირად ჩვევად გამოგიმუშავდა ხო ზოგადად ალბათ რა ვიცი მასწავლებლის ფუნქციაც ეგაა რომ დაგეხმაროს რა რაღაც კითხვებზე მიგიყვანოს რაღაც მოძიებაში და მე არასოდეს ხალხში არც ეხლა და არც ადრე არ მეთარგმნებოდა რაღაცის კითხვა რაღაცის აზრის ამ მინიშნების რაღაც თხოვნა და მე გაზიარება ამისი და ასე შემდეგ ხო და კი მე მყავდნენ მასწავლებლები რომელთაც ეს უნარი რაღაცა დოზით ჰქონდათ და ამას ვიყენებდი კიდევაც ამ შესაძლებლობას იქსაც მაინტერესებდა საკმაოდ კარგი მასწავლებლები მყავდა ფიზიკაშიც ასე ითვლებოდა რომ ძლიერი მასწავლებლები მყავდა ქიმიაშიც და ხო აი ამ ტექნიკურ მიმართულებებში უფრო ისეთი ვიყავი რა აი იგივე ნორა მასწავლებელი რომ გავიხსენოთ რა არის კარგი მასწავლებლის აი შენეული ან აღწერა ან დახასიათება რა ნიშნანთვისება ქონდათ ადამიანებს აი ჩვენ საერთოდ ახლა ხო ხშირად საუბრობთ ჩვენ ინგლისელები მაგაზე რომ აი ალბათ სკოლის თავარი სკოლაში რაც უნდა დავინახოთ ბავშვებში აი მათი უნარები ან უკეთესი უნარების აღმოჩენა რა და რაღაცნაირად მე ვიგრძენი რომ აი ნორა მასწავლებელმა დაინახა რა ჩემში ეს უნარები გაცილებით მეტ ყურადღებას მაგცევდა ანუ შეიძლება თქვა ბავშვებშიც გამომარჩევდა იმით რომ და თვითონაც ალბათ ჩემი სწავლება შეიძლება ესე ვთქვა ეგოისტურად უფრო სიამოვნებდა რა და მეტ ყურადღებას მე როგორ ხსნიდი იმას შეიძლება მეტ ყურადღებას აქცევდა გესმით ვიდრე სხვისას იმიტომ რომ ისიც გზნობდა ჩემგან ამ ინტერესს და ეს უკავშირი ისეთი იყო რა ძალიან ბუნებრივი საინტერესო და ალბათ მაგიტომაც გამორჩეულად მახსოვს ხო რაღაცნაირი თემა აი მე როგორც მასწავლებელი მაგალითად გეთანხმები სრულად და მჯერა რომ არსებობენ მოსწავლეები რომლებიც გიბიძგებენ რომ რა თქვა სიხარული შეხვიდე თუნდაც იმ კლასში იმ გაკვეთილზე სხვა შორის ერთი ამბავი მახსენდება კვარაცხელიას უკავშირდება მისი მწვრთნელი ერთ-ერთი მწვრთნელი ამბობდა რომ რაღაც მოსაწყენ ჩვეულებრივ რუტინულ სამსახურში მოვიდა ვიღაცა ბიჭი და დაინახა და აი მე იცი როგორ დავიჯერე ეს და როგორ დავინახე რომ მართლა რომ აი რაღაცას ცulis ეს ამბავი თუმცა ეს იმიტომ ფაქიზი თემა რომ ხო ამას ხო სხვა მოსწავლეებიც ხვდებიან ცხადია ხვიჩას თანაგუნდელებით ხო მაგრამ ხო ეს რთული რამეა რომ ის დაიჭირა რომ და მასწავლებლები იმიტომ რაღაცნაირი პროფესიის ადამიანები იმიტომ არიან რომ ხო აი ეს ყველაზე ძლიერი რაღაცა სიყვარული თუ არ ვიცი მე რაღაც აზარტი თუ რამე რაღაცნაირად ყველა ბავშვებში შეიძლება ვერ გადაანაწილო მაგრამ ხო უნდა ეცადო რომ ყველა ბავშვი შეიძლება წინ წაიყვანო რაღაცა მიმართულებით მაინც და მაინც ახლა ის ლოგარითმები
შეიძლება არ მოახსნევინ ან ვერ მოახსნევინ. კი, ცხადია, ხო და ალბათ თუ აღმოაჩენ რაღაც უნარებს, მიდრეკილებებს, მე ალბათ ხო კონცენტრაცია უფრო მეტად იქით უნდა წაიყვანო და არა ისო რაღაც 45 წუთი რაღაც ზარიდან ზარამდე რაღაც გაუნცრებლად ბავშვი გეждდეს გაკვეთეს, რომელიც შეიძლება მართლა საერთოდ არ აინტერესებდეს. აი პროცესი. თამაშზე მითხარი რამე აღნიშნე აი თუნდაც სკოლაში თუ სკოლის გარეთ რა ადგილი ქონდა ან როგორ ფიქრობ თუნდაც დღეს რომ ეს რა არის რამდენად შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა ბავშვის განვითარებისთვის თუნდაც როგორ ერთობოდი ხოლმე ბავშვობაში და რა იყო ის რაღაც აზარტი ნუ ახლა სამწუხაროდ ჩვენი თაობა არის ყველანებივრებული მრავალფეროვნებით თამაშის იყო სტანდარტულად ფეხბურთი რაღაც გაელვებასავით იყო როცა რაღაც მამაჩემა რაღაც გარაჟში პინგ-პონგის მაგი დაგვიწყო ეს მახსოვს და რაღაც თელი უბანი მიგრებებოდი და თამაშობდით რაღაც ტურნირებს ვაწყობდით დანარჩენი ფეხბურთი იყო და ალბათ ხო კარტი ესეთი რა უფრო ფეხბურთი ალბათ კორპუსში ცხოვრობდით თუ კი კორპუსში და ოჯახზე გითხარი რა მე აი 70-იან წლებში მშობლებზე დაძმავინ მამაჩემი ქირურგია და მეამაყება რომ დღესაც ქირურგია წარმატება და ჯანმრთელობა და მოვიკითხოთ აქედანაც დედაჩემი ასწავლიდა მუსიკას ახლა არ ასწავლის სახშია მუსიკალურ ტექნიკუმში ნუცუბიძეზე ასწავლიდა სადირიჟორო ფაკულტეტი იყო თვითონ მუსიკა უყვარდა და მეც გადმოვდო ეს სიყვარული რა თქმა უნდა მეც მეყვარს მუსიკა ძალიან ჩემი უფრო ძმა ჩემი უფროსია ჩემზე 5 წლით და სკოლის ეპიზოდს გავიხსენებ ერთი ჩემი ძმის და ჩემ გოგაც გიორგი ქიაჩენცვას და გოგა უნიჭერესი ბიჭია და სკოლაში შემიძლია ვთქვა ჩემზე მეტად უყვარდათ გოგლიკას ეძახდნენ ძალიან ნიჭიერი ბიჭია და სკოლაშიც გამორჩეული იყო სულ და მოკლედ აღარ მასწავლე კლასში მე-7 მე კლასში ჩვენს კლასში ახალი გეოგრაფიის მასწავლებელი შემოვიდა რომელიც ხა აი ესე სახეზე არ ვიცოდა შეიძლება იცოდა რომ ეს გოგას ძმა ვიყავი მაგრამ ამ კლასში რომ ეს მე ვიყავი არ იცოდა იასამანიშვილი თორცდები და პირველი გაკვეთილია ხო და რაღაც ჩემ მეგობართან მომიწია რაღაც დაძახება მინდოდა გაკვეთილი მიმდინარეობს და შემთხვევით ნუ საერთოდ არ ვიქცეოდი მაგრამ რაღაც ისე გამომედა დამესტვინა რა და მომხედე მეთქი და ნუ ამაზე ცოტა ისეთი ხალი იყო რა ემოციური და ის ეგრევე შენიშნა ვინ იყო და მე ვიყავი წამოვდა იქიდან ნუ გამცაცხა ესა და უზრდელო ეს ის და ჯერ არ იცის რა მოსწავლე ყალთაბანდი ვინა ვარ ესა ხო და ამაყენა ფეხზე და რა გვარი ხარ და თქვი ფანჯაკეთზე თქვა და ცოტა სახეზე ეს პაუზა და ესა და შენო გოგლიკას თუ გაგასი რა ხო და ძმა ვარ მეთქი და ამ ხანმა ალბათ რაც გაიასხა და თაიმს ხრა ინტერნეტ ხო ჩემიც ძალიან უყვარდა და ეს ჩაილაპარაკა მართალია ნათქვამი ერთი ხისაგან ბარიც გამოდის და ნიჩავიც ეგ ნათქვამი გიყვარს ხოლმე კი მომიყოლია ეს ხო ჩვენი მასწავლე ესე გავიზარდეთ სამზონაში გადავით იგავხდი 1 წლის და ნუ იქიდან სკოლის დამთავრებნა გოგაც მეც იმ სკოლაში ვსწავლობდით დღეს საცხოვრობთ დღეს ვსწავლობ საბურთალოში თანაკლასელებზე გითხარი რამე თანაკლასელები ან მაშინ რა ურთიერთობა ერთად იყავით რაღაცა ჯგუფები და დღემდე თუ გაქვთ შენარჩუნებული ის კი საბედნიეროდ ჩვენ ახლა შეიძლება ყველა კლასელთან არა მაგრამ რამდენიმე მეგობარი ვართ ვინც მოვდივართ მათ შორის 0 კლასიდან რამდენიმე ცოტა მოგვიანებით კლასების შეერთებით იმით ამით შეიძლება სრულად ამ მეგობრობის სულ იმას ვერ ვითვისებთ წლოვანებას მაგრამ სკოლიდან მე მყავს მეგობრები რომლებიც ერთმანეთის ნათელმირონები ვართ
ისო გარდა იმისა, რომ ჩვენ მეგობრობთ, ჩვენი ოჯახებით მეგობრობთ, ჩვენი შვილების ნათლიები ვართ ერთმანეთის და ესეთი ახლა ბოლო პერიოდში შეიძლება ისე ინტენსიურად ვეღარ კომუნიცირებთ ბავშვების გამო რაღაც. მაგრამ ძალიან კაი დრო გვაქვს ნატარები სკოლაშიც, სკოლის მერეც, სტუდენტობის ასაკშიც, მერე რო ასე ვთქვათ, დავფრთიანდით, მერეც ხშირად ერთად დავდიოდით ქალაქარეთ ბავშვებთან ერთად და კი მე ძალიან კაი მეგობრები მყავს. მიხარია რომ ისინი მყანა და ნუ კარგია ხა 47 წლის ძმაკაცი მყავს. დავით თვალჭრელი სალფეთი. რომელიც ბაღიდან მოვდივართ ერთად. რა მაინტერესებს, აი ბიზნესში თუ ხართ ერთად თანაკლასელები თუნდაც? არა ვართ, იყო რაღაცა რომ რამდენიმე ჩემს კომპანიაში თქვა რამ ცოტა ხნით იყვნენ ბიჭები დასაქმებული, მაგრამ ესე და ამ საკითხზე რას ფიქრობ, ხო, ვიცი ახლა რაღაცა ეს თემა არის ხოლმე. რამდენად ცხადია ახლა ზოგჯერ შეიძლება, ზოგჯერ არ შეიძლება, მაგრამ პირადად როგორ ფიქრობ? ხო, ან ხوار გიფიქრია ამაზე, რომ ან რატომ კი, ან რატომ არა? რა ისეთ საერთო ჯამში მე მყავს მეგობრები, რომელიც ბიზნესმა შემძინა რა, საქმიან ურთიერთობამ დამაკავშირა და ისევე მეძვირფასებიან ისინი, როგორც ჩემი სკოლის მეგობრები. რაღაცნაირად ხო არ იქნებოდა ესე მეთქვა, რომ რაღაც მეგობრობა არის რაღაცა განსაზღვრელი საქმიან ურთიერთობაში და მაინც-ამაინც ვერ დამიკავშირებია ეს. ხშირად მაგალითები, არც თუ კარგი მაგალითები გამიგია ესეთი. კი, პირადად თუ არა გაქვს? არა, მე საბედნიეროდ ესეთი რამე არ მაქვს რომ რაღაცა საქმე რაღაცა ესექნა, სკოლის მეგობრებთან ლაპარაკობ და შემდგომში და უკვე ისეთ პერიოდში ურთიერთობები მქონია, შეიძლება რაღაც გადამული მეგობრები არ ყოფილვათ, მაგრამ საქმეს დაუკავშირებიათ და იქ რაღაც პრობლემები ყოფილა, ბუნებრივი არის, ან ესეთი რამეები ხდება და რაღაცნაირად ხო მე ალბათ უფრო კი მეგობრობა, მეძვირფასება და რაღაც მომწონს რომ რაღაც საქმიანი ურთიერთობები ამას მაინც არაფრჩებს. მუსიკაზე მინდა კითხო ახლა ის წლებია, როდესაც ფაქტობრივად საბჭოთა კავშირში ხო ჩვენს მაშინდა საცხოვრისში ფაქტობრივად ყველაფერი აკრძალული იყო თუ რაიმე სიკეთე ხდებოდა დასავლეთში ევროპასა თუ ამერიკაში და მათ შორის ერთ-ერთი იყო მუსიკა ხო აი ყველაფერს ვერ მოусმენდი კი არა და ძნელად თუ რამეს მოიპოვებდი აი როგორც მუსიკოსის შვილი თუნდაც აი დედას გავლენა გარკვეულწილად იქნებოდა ალბათ როგორ ჩამოგიყალიბდა ეს და ან რას უსმენდი ან რა იყო რაღაც ისეთი გატაცება ბავშვობის დროინდელი სიხმაწვილის დროინდელი ხო ნუ ცხადია ხო ჯაბუკობაში ალბათ სიჯაბუკაში ძალიან პოპულარული იყო სანრემოს ფესტივალი რო გაჩნდა და ჩასაფრებული ვიყავით და მომზადებული მაგნიტოფონები რო ჩაგვეწერა და მე გესმინა და ეს გამოვლელი მაქვს სრულად ამ ეს გადასახურდა კი ყველაფერი ფანკრით რომ კი ყველა ვასწორებდით ლენტებს მომზადებდით ელექტრონიკის ისინი იყო მაგნიტოფონები ეგეც მახსოვს და ვემზადებოდი ჩასაწერნად ეს საშუალებები სხვა ვერ მოусმენდი სხვა დროს რომ ჩანაწერის მოპოვებას პრობლემა იყო რა არა თუ ლაივში მოусმენდი ერთიან მე რაღაც იმ მუსიკის მოძიება იყო პრობლემა ამიტომ რაღაც სამზადისი ქონდა ამ კასეტების და ჩაწერის ნუ ეს იტალიური მუსიკა ეს ნუ ჩვენ ეპოქაში ხო იმ დროს ალბათ ფირფიტები იყო ხოლმე კიდე არა ჩემ დროს არა მე მქონდა ჩემ მშობლებს მახსოვს ბაბინებიანი მაგნიტოფონი მაგრამ მე კასეტური იმას გულისხმობ რა ქვია იმას ფირფიტი იმაზე იძახი კაცო მქონდა იქ ხო მაგრამ უფრო ხო მაგალითად მე მახსოვს უკვე 80-იან წლებში მაგალითად იგივე ბიტზის ფირფიტა იყო შემოსული მეც მქონდა
სახში და ხო მაგრამ რაღაცა ფიფიტები უფრო ისინი მქონდათ შეხნელები და რაღაცა კეთები. ხო თან შეიძლება ახლა დღევანდელ ახალგაზრდობას ვერ წარმოადგინოს ეს როგორ შეიძლება ცხადია ესეთი კომუნიკაციური არხები არ იყო როგორც დღეს არის, მაგრამ რაც იყო თუნდაც ტელევიზიით თუ რადიოს საშუალებით, ისიც ჩაკეტილი იყო და არ მოდიოდა ამ მოქალაქეებისგან, რომ რაიმე ისეთი არ მოესმინათ, რომელიც დაღუპავდა ბჭყალებში რომ თქვა. ეს თქო დაეღუპა. ხო რა ვიცი, რაღაც ამ ბიტლებს რატომ დაეღუპა. რა იყო იქ ისეთი რეგზავნილები. სხვათორის გელა ჩარკვიანი კარგი პიროვნება და რაღაცნაირი სხვანაირი ინტელექტუალი ასეთ რამეს იხსენება რომ მას უწევდა ხოლმე ამერიკაში ყოფნა აი მაშინდელ წლებში და აკრძალული იყო რა თქმა უნდა ყველაფრის შემოტანა ფიზიკური რაღაცები იგივე წიგნების თუ ფირფიტის თუ რა ვიცი თან ყველაფრის ხო რაც შეიძლება ასე ვთქვათ კონტროლდებოდა მოკლედ და ამბობდა რომ მე კონტრაბანდა ერქვა დღესაც არის პრინციპში ხა რა გვიკვირს მაშინდელი დღესაც რაღაცები ითვლება უკანო კონტრაბანდად რა და მე კონტრაბანდა შემომქონდაო მუსიკა იმიტომ რომ იქ რომ მოვისმენდიო რაღაცას და გავიგონებდიო იმას ხო ჩამომართმევდნეო საზღვარზე და მე აქ რომ შემოვიდა თვითონ ასე კარგი მუსიკოსიც იყო ის და რაღაცას ვავრცელებდიო ამ მუსიკებს საინტერესოა თვითონ შვილებზე მინდა გკითხო გითხარი მოკლედ შვილებზე და განსაკუთრებით მაინტერესებს აი როგორც მშობელი ასე ვთქვათ მამა რას აკეთებდიან რა გინდოდან რას ფიქრობდი ამ მათი განათლებისთვის ხო ალბათ რა ვიცი მე მგონი ყველა მშობლისთვის ეს ერთ-ერთი თავარი საზრუნავია ხო გითხარი შვილებზე და მე თან განათლებაზეც 4 შვილი მყავს 2 გოგო მე 2 ბიჭი ну ალბათ რაც ვეცადე გამეკეთებინა ის იყო რომ რაღაც მომეძიებინა მათთვის საუკეთესო სკოლა მაშინ რაც ამძიებით აღმოაჩინე ახალი შექმნილი იყო ევროპული სკოლა და სხვათა შორის როცა გადავწყვიტე რომ ბავშვებს აქ უნდა ელოთ მე ისიც გაცნობიერებული მქონდა რომ 4 შვილი უნდა მეტარებინა სკოლაში და საცხოვრისიც აქედან გამომდინარე შევარჩი ის სადმე ცხოვრა და სუფთა ჰაერზე თუ რაღაცა არამედ სკოლასთან ახლოს რომ ზუსტად წარმომედგინა რამხელა პრობლემა შეიძლება ყოფილიყო შემდგომში ბავშვების სკოლაში წაყვანა და ზუსტად ჩემი საცხოვრებელი სახლი არის რა ვიცით 150-200 მეტრში. ასევე გადმოიტანე ესე იგი. კი, ანუ ჯერ სკოლა გამართლა ესე იყო, ამას არ ვიგონებ, ცხოვრობდით კოსტავაზე სპორტის სასახლესთან და ევროპული სკოლა რომ გადავწყვიტე მაშინ ასული გადმოვცხოვრდით შანხაიზე სამართალში. ეს სკოლა რამ მიგიზიდა მაშინ ამ სკოლაში? ეს ახალი სკოლა იყო ალბათ უფრო რაღაცნაირად ინფრასტრუქტურამ რაღაც უფრო ისეთი წესრიგი დავინახე კარგი მე მის დამფუძნებლებს შორიდან ვიცნობდი და რაღაც ვიცოდი რომ რაღაცნაირად საქმიანად რეპუტაცია მიდგომა იქნებოდა საქმიანი რა თქმა უნდა რეკომენდაციებიც ავიღე და აი ესე და 4-ივე კი სკოლა და 4 ნუ ნიკუშა პატარა ბიჭი კიდე სწავლობს 2 წელიწად შეგეს დაამთავრებს დანარჩენმა დაამთავრეს უკვე სტუდენტები 2 სტუდენტია და ნუ ერთი გოგო უფროსი ის უკვე დაამთავრა კიდევაც უმაღლეს და მუშაობს კიდევაც არ არის საქართველოში მაგრამ რაც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს ნუ რა გითხრა ალბათ ის რომ იმ ნაწილში რაზეც ჩვენ საუბრობთ ხშირად რომ აი მაინც ეს სკოლის მერე ბავშვმა ზუსტად იციან რა იციან სხვაზე უკეთესად ვერ ვიტყვი რომ ამ სკოლაშიც ევროპულ სკოლაშიც მიუხედავად იმისა რომ მათ შეიძლება ასე ვთქვათ მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები ყავდეთ კარგი ინფრასტრუქტურა ქონდეთ მაგრამ აქცენტები ამაზე უნარებზე ალბათ არ გაუკეთებია. აქაც მიდგომა იყო, რომ კი ყველა საგანი უნდა შეისწავლო ისე ასე. მაგ ნაწილში ალბათ ამ სკოლასაც ჯობია მომავალში ჭიროთ კონცენტრირება ამას.
აი თქვათ იგივე შვილებსაც გამოსდიოდათ ან აინტერესებდათ ან უყვარდათ ყველა საგანი ანუ განსხვავებით აი მაშინ ჩვენი პერიოდისას პირობითად ასე რომ თქვათ დღეს ბავშვები ცხადია თავისუფალ ასე თუ ისე საზოგადოებაში თუ რაღაცა კონტექსტში არიან და ძნელია მაშინ რას ქვია რამეზე გეთქვა რომ არ მინდა და არ მაინტერესებსო სხვა რამე მაშინ რევოლუცია ხდებოდა ესე იგი და დღეს ხო ეს ჩვეულებრივი ამბავია და არა და სინამდვილეში იგივე ევროპული სკოლის თუ აი რომელიც სკოლაც არ უნდა ავიღოთ მithumetes საჯარო სკოლაში იგივე ჩარჩო არსებობს ფაქტობრივად რომ არა ეს დღესაც წარმოუდგენენ როგორ რა უნდა გაიაროს ეს კურსი და რა პირადად აი როგორც мама ასე ვთქვათ ერთია როცა საკუთარ თავზე თუ გინდა სხვაზე ან ვიღაც მოსწავლეზე ხედავ ამას ეს ხო ფაქტობრივად რაღაცნაირი ზეწოლა არის ადამიანზე ხო რომ წარმოიდგინე რაც არ გაინტერესებს არ გამოგდის და გაიზულებ რომ იმაზე გალაპარაკო იმაზე გელაპარაკო და მოგთხო მე რომ არა შენც მელაპარაკეო აი თუნდაც აი ასეთი რამე თუ გახსენდება შვილებთან დაკავშირებით და როგორ იცავდი თუნდაც მათ ხოლო გოგოებთან დაკავშირებით ესეთი რამ არ მახსენდება შეიძლება რაღაც ეპიზოდურად იყო იმიტომ რომ გოგოები ასე თქო ბეჯითები იყვნენ და მიყვებოდნენ პროგრამას მამას ხო ანტაგონიზმის გარეშე ხო თუმცა იყო კი აი მანის პერიოდში მახსოვს რომ რაღაცა მათემატიკაში ხო რაღაც ჩემი შვილი მათემატიკაში რაღაც ვერ გაგიგო მაგრამ ამჯეროდა და მე მიზეზიც აღმოვაჩინე ხო მასწავლებლის ანუ პრობლემა იყო რა კარგი მასწავლებელი კი იყო მაგრამ იმ ქალბატონს ჰქონდა გამოცდილება უმაღლესი სწავლების და წარმოიდგინე არ დამზადებია დავესწარისავე თუ რაღაცა და მაშინ მივხვდი მიზესაც რომ უბრალოდ სხვა ენაზე ელაპარაკებოდა ბავშვს ვერ დაელაპარაკებდა 7 წლის ბავშვს ისე როგორც სტუდენტს ეგ აი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა შეიძლება ითქვა სწავლებაში და თან დღეს ჩვენთან კი ხო და ეს ანისთან ეგ მახსენდება რაც შეეხება გოგოების მერე ჩემი უფროსი ბიჭი რა თქმა უნდა უფრო ეგეთი თავისუფლების მოყვარულია და ძალით ვერაფერს ვერ გააკეთებინებ ვერც ასწავლი ვერც მოაყოლებ ვერც აკითხებ და აი გიორგის შემთხვევაში ბევრი ფაქტი დაფიქსირებულა სხვა შორის აი მასწავლებლის როლი რომ აი მოწონებია მასწავლებელი მასთან კარგი ურთიერთობა დაუმყარებია და აი ის ყოფილა ინიცირება ამას მოუხდენია მისი სწავლების ჩართულობის მახსოვს აი უცებ გამომიცხადა ეს ფიზიკა რა მაგარი ყოფილა ხო და ეს განაპირობა იმან რომ აი ფიზიკის მასწავლებელი შეხვდა კარგი და რაღაც გაუჩინა ხო мотиваცია ახლა უმაღლესი სწავლობს და ზუსტად იგი არ შეცვლა იქაც სეპარაციებია ეკონომიკური ფაკულტეტი მენეჯმენტი ნუ რაღაც სპეციალურად ჯერ არ აურჩევია მაგრამ მენეჯმენტზე სწავლობს და რაღაცები აინტერესებს სწავლობს რაც არ აინტერესებს აი პროფესიის არჩევაზე გითხარი კიდევ იგივე შვილების თუ აი საკუთარი პროფესიის არჩევაზე რამ განაპირობა ან რას ურჩევდი მაგალითად ან როგორ შეარჩევთ პროფესია მე ალბათ იმ თაობას ვეკუთვნი შეიძლება ჩემს სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანი ისეთი რომელმაც ისწავლა უმაღლესი არაერთი უმაღლესი მეცადა ორი უმაღლესი მაგდამთავრებული და ეხლა რომ წარმოვიდგენ რომ ფიზიკური ფაკულტეტი მაგ დამთავრებული უნივერსიტეტის 5 წელიწადი გავატარე და რაღაც დიპლომის დაცვის მერე მივხვდი რომ ამ ქვეყანაში ფიზიკის ამბავი ვერ იყო. მოწასულიყავი ქვეყნიდან. გაგიგრძელებინა ესთები არიან ჩემი თანაკურსელები და თანაჯგუფელები არიან, ვინც ახლა საზღვარგარეთ არიან, ჯერები, ვინც გააგზავნა, თუმცა 101 ვიყავით ზუსტად მახსოვს კურსზე, როცა მე ჩავაბარე ფიზიკის ფაკულტეტზე და ალბათ იქიდან 10 კაცი თუ შემორჩებოდა ფიზიკას. ესეთი ეპოქა იყო 88-ში ჩავაბარე 93-ში. კიდევ სწავლა როგორ გახსოვს აი მან უნივერსიტეტში რამე იგივე ის აზარტი და სიამოვნება გქონდა რასაც მათემატიკის ამბავში კი იქაც მათემატიკა ფიზიკა
სწავლობდი ფიზიკის ფაკულტეტზე, ნუ იქ ცხადია ფიზიკა და მე მგონი პარტიის ისტორიასაც მოვესწარი მაგრამ ცოტა ხანი, მაგრამ ხო კი ფიზიკა, მათემატიკა ისწავლებოდა და საკმაოდ ისეთი ძლიერი სკოლა იყო საერთაშორისო ხა არ ვიცი როგორ მაგრამ იმ დროს გამორჩეულა და აღიარების თვალსაზრისით აღიარებული იყო ჩვენი ფიზიკა მათემატიკის სკოლა და მაგ კარგი ლექტორები ყავდა და ოღონდ სწავლება არ იყო მარტივი ბევრი საათი გამიტარები არა ვიცი საჯარო ბიბლიოთეკაში ვიწერდა მასალების ინტერნეტის ეპოქის შვილები ჩვენ არა ვართ და ამის მოძიება და სწავლა და კითხვებზე პასუხის გაცემა და ასე შემდგომ რთული პროცესი იყო არ იყო მარტივი მე მახსოვს რა ვიცი აი ხამე დაგვამებია და ბიბლიოთეკაში და ხან მეტროზე მიგვისწრია ხან ვერ მიგვისწრია ნუ მოკლედ აი დღევანდელი გადასახედიდან ხომ არ ფიქრობ რომ მე ძალისხმევა თუნდაც აი ფიზიკის მიმართულებით ავიღოთ უნივერსიტეტში რომ არც მთლად აი გამოგადგა ან რაღაც ასე როგორ თუ ალბათ უფრო რაღაც შეიძლება აზროვნების სისხარტის ნაწილი შეიძლება აიღო თორე ხა კვანტური მექანიკის ამოცანას რო ამოხსნი ახლა ეგ რო გითხრა რომ რამეში გამომადიხთ სად ჰაშის ბედი რაღაცნაირად გადამეკვეთა ცხოვრებაში ესე არ ყოფილა მაგრამ ალბათ კი რაღაცა იყო მაინც მათემატიკური აზროვნება და სხვათა შორის ბევრი ჩემი ჯგუფელი საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია თავისი საქმეები აქვს დაწყობილი და რაღაცა თავისი როლი ალბათ ითამაშა თუმცა ახლა აქედან გადახედო 5 წელიწადი ხო მაგალითად მეკითხა ახლა რასი ვითარებთ ასეც კვანტური ფიზიკით რომ ვეღარ დავაყრეთ არისო მაგრამ ძალიან ისეთი იყო მე მახსოვს ხანდახან რა ვიცი აი თუნდაც ვიღლებოდი ფიზიკურად ვიღლებოდი სწავლისგან ანუ მაგალითად ეგ წარჩინები დავამთავრე ფიზიკის სპეციალობა ბიოფიზიკა მქონდა უკვე მე ავირჩიე თავისთავად ცხადია ეს ძალიან საინტერესო და ფაქტობრივად რა ვიცი დღეის პროფესიებიც შეიძლება უწოდოთ ჩვენ იმას კი არ რაღაც კი არ ვაკრინებთ პირიქით ხო ანუ მან უნდა გადაგეწყვიტა საბოლოო ჯამში როგორ გააგრძელებდი რა ანუ ყველაზე პერსპექტიული ამ ქვეყანაში დარჩენის და ამ პროფესიის გაგრძელების იყო ისე უნივერსიტეტში დარჩენა და ლექტორობა რა თუმცა მაშინ უკვე ის ეპოქა იყო რომ იშლებოდა იშალა საბჭოთა კავშირი ბევრი გაურკვეველი იყო და რა ჩვენი ლექტორების თავის ბედზე ფიქრობდნენ ხვალ რა იქნებოდა და სულ შეიცვალა სიტუაცია დავით მოგვიყევი აი შენს დღევანდელ პროფესიაში ასე ვთქვათ შენს საქმიანობაში ან ბიზნესში აი როგორ მოხვედი და ან თუნდაც აი რა ისწავლე იმისთვის რათა ამ სფეროში წარმატებული ყოფილიყავი და როგორ ხდება ეს პროცესები როგორ დაიწყო და აი დღემდე როგორ მოხვედა ხო ნუ მე 10 წელიწადი გავატარე საქართველოს ბანკში ნუ შეიძლება ითქვას რომ ჩემი პირველი ესეთი სამსახური იყო იქ დავიწყე ეკონომისტიდან და საქართველოს ბანკის ჩამოყალიბების პროცესშივე იქ ვიყავი და ბევრი სიახლე, ბევრი საინტერესო რამე გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და დღეს რაღაც ნამდვილად მიამაყება რომ ასეთ სისტემური ბანკის და ძლიერი ბანკის სათავეებთან მეცა ვარ. თუმცა უკვე 2005 წლიდან საკუთარ ბიზნესზე დავიწყე ფიქრი სხვადასხვა მიმართულებით, ცდელობა სხვადასხვა მიმართულებაზე მქონდა. ეხლა ნუ რა თქმა უნდა გამოვარჩევ მოძრავი ქონების და მშენებლობის მიმართულებას და სამედიცინო მიმართულებას, რომელიც ფაქტიურად ერთ დროს დავიწყე, სადაც 2011 წელს. და ვფიქრობ, რომ მანამდე ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჰქონდა გარკვეული გამოცდილება კი, მაგრამ ეხლა უფრო რაღაც სამოქალაქო მშენებლობა ჩვენი კომპანია როგორც მშენებლობა აშენებს ასე ვთქვათ კომერციულ ობიექტებს და საცხოვრებელ ობიექტებს, ასე უძრავი ქონების გაქირავებით დაკავებული. ხოლო სამედიცინო ჯგუფი აერთიანებს 4 კლინიკას. 4 ესეთი მულტიპროფილური შეიძლება ითქვას კლინიკებია. სამედიცინო სექტორში ჩვენი სიტყვა გვეთქმის ძალიან კარგი გუნდი ყავს ყველა კლინიკაში
რომელია ეს კლინიკები? Vivo Medical Group-ი არის ჯგუფია, რომელიც აერთიანებს ინოვას, კლინიკა ინოვას, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს, ჟორდანიას კლინიკას და ბოხუას კლინიკას, კარდიოვასკულარს. თავიდან აი მარტო ფიქრობდი ამ იდეებზე, აი დასაწყისში თუ ვინმესთან ერთად და როგორ არა, ყველა ჩემს კომპანიაში პარტნიორები მყავს და საერთოდ ხომ არიან ადამიანები, აი მარტო კაცები, რომელიცაც ბიზნესის გაუკეთებია და დიდი ასე ვთქვათ იმპერიებიც აუშენებიათ. მე ყოველთვის ასე ვთქვათ მიყვარდა გუნდთან მუშაობა რა, გუნდური მუშაობა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთმანეთს ვაზღვევთ, ხო, შეცდომებისგან და მართლა ესეცაა, რომ ბიზნესშიც ექსხათ შორის ბანკში შევიძინე ეს რაღაც დავკვირვებთ იმ 10 წელიწადმა მომცა საშუალება რომ ბევრი რამეს დავკვირვებოდი ბიზნესში. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ყველა სფეროს კლიენტები გვყავდა, ყველა სფეროში მოღვაწე კომპანიები გვყავდა და მეტნაკლებად ვიცოდი ანატომია ამა თუ იმ ბიზნესის და კი ბევრად გამიოლდა გაწყვეტილებების მიიღება. თუნდაც პარტნიორების შერჩევა, ხო, ასე რომ ვთქვათ, ერთმანეთის მოძებნა, ხო? როგორ ესეც სამაპატიო და ესეცაა, ეხლა პარტნიორები რაღაცნაირად ერთმანეთს ვავსებთ და ყველა მიცის ვის რა შეუძლია უკეთესად, რის კეთება შეუძლია უკეთესად და ხო ვიტყვენ არ ვიღლით თავს იმითი რაც ჩვენ პარტნიორს მაგალითად ბევრად უკეთესად შეუძლია ვიდრე მე. რა თქმა უნდა ამ მიმართულებითაც დიდ წარმატებას გისურვებთ ყველას და ახლა მინდა ვკითხო ასევე ერთ-ერთი პარტნიორობის შესახებ, რომელიც აი შეიძლება ითქვას ახალი ამბავია, წელს ჩაეყარა ასე ვთქვათ საფუძველი და გულისხმობ სკოლას, რომელსაც აი ვახო მეგრელიშვილის ასე ვთქვათ იდეით, ხელმძღვანელობით აკეთებთ და გარდა იმისა ცხადია რომ ახლა ვახო მეგრელიშვილთან ნაცნობობა, მეგობრობა, ნდობა როგორც მისი ვთქვათ პროფესიონალის ამ შემთხვევაში გულისხმობ სკოლის თემაზე როგორც ერთ-ერთი წარმატებული სკოლის დამფუძნებელი წარსულში, ხო? რა იყო კიდევ ის ფაქტორები, რამაც მიგიზიდა ამ შემთხვევაში და გადაგაწყვეტინა, ასე ვთქვათ, ინვესტორობა ამ იდეის რეალიზაციისთვის? ხო, ამას ისეთი ძალიან ცხადი პრედისტორია აქვს. მე საერთოდ გიჩთან დამაახლოვა სკოლის იდეა. ზოგადად როცა ბიჭებს ჰქონდათ ეს იდეა, ეს იყო 2019 წელი თუ არ ვცდები, ან 2018-ის ბოლო, 2019 წელი. შეიძლება შემეშალოს ზუსტად თარიღი, როცა პირველად გავიცანი ვახო, იაგო და სურა. და ჩვენი შეხვედრა შედგა ჩვენთან ოფისში ზუსტად ამ პროექტთან დაკავშირებით გირჩი, ასე ვთქვათ, არ იყო არც ხსენებულა, ასე ვთქვათ, ხო. მიუხედავად იმისა, პარტია უკვე ფორმირებული იყო, მაგრამ კონკრეტულად შევხვდი ჩვენ სკოლის პროექტზე რა და რაღაცნაირად ქონდა მონახაზები, მეც თვითონ იდეა მომწონდა, იმიტომ ზოგადად ახალი განსხვავებული, ეგ რა ვიცი, ნებისმიერ ბიზნესში რაღაცნაირად უპირატესობა და ხა რამდენად კარგად გამოიყენებ ამ უპირატესობას, ეგ სხვა არის და ზუსტად ის ფაქტორი, რომ ახოს გამოცდილება ქონდა უკვე, რაღაცნაირად კონტურები ამ ბიზნესის ჩემთვის ძალიან წადი გახდა. თუმცა მაშინ გადაწყვეტილება მაინც ვერ მივიღეთ იმის და გამო, რომ აი ასისტემური სკოლის შექმნის რისკი საკმაოდ მაღალი იყო, ბევრად მაღალი ვიდრე დღეს არის. იმიტომ რომ ადამიანებს ატესტატების მიმართ და რაღაც იმების მიმართ თან ეს საერთაშორისო სწავლების მეთოდი მაშინ ესეც არ იყო, ეს გამოკვეთილი შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა როგორ ადაპტირდებოდა ჩვენ განათლების სისტემასთან და ამ მშობლების ბევრი კითხვის ნიშანი იყო პასუხგაუცემელი და მაშინ თუ არ ვცდები რაღაცნაირად მოთელვაც ჰქონდა შიდა ბავშვი რო აი რაღაც და მე მივხვდით რომ ძალიან ადრე იყო ამ იდეის ფრთების შესხმა, იმიტომ რომ საბოლოოდ ხა ბიზნესი სწორია მაშინ როცა ბაზარს თავაზობ იმ პროდუქტს, რომელიც მას უნდა
და არა ის რომ შეროგინდა, შერაც გინდა შეიძლება ბაზარს არ უნდადეს. კარდინალურად განსხვავებული სიტუაცია დღეს, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე წელია ვსაუბრობთ სწორედ აი განათლების სისტემის თავისუფლებაზე, რომ უამრავი მოდელი არსებობს და არსებობს ეს ფუფუნება, რომ ეს ყველა მოდელი ვცადოთ და რატომაც არ უნდა გავაკეთოთ ეს. ეს ხალხმაც იცის უკვე საზღვარგარეთ გაეცნენ სწავლების მეთოდიკას, იციან ზოგი სწავლობს კიდეც იცის ასეც და რაღაცა მომწიფდა ეს იდეა და როცა ასე თქვა რომ დაუბრუნდეთ ამ თემას, მე რაღაც ძალიან გამიხარდა კიდევაც და რაც ვფიქრობ, რომ გირჩისთვისაც იქნება რაღაცნაირად მისადმინდრობას კიდევ უფრო გასცდის ამ პროექტის წარმატებულობა და მე ძალიან გამიხარდა, რომ ჩემთან ერთად 20-ზე მეტი პარტნიორი ვართ ახლა ამ სკოლის პროექტში და ყველას გათვითცნობიერებული, კითხვის ნიშნები არა აქვს, ეს მიხარია კიდე ეს პარტნიორად არ ვიცნობდით ერთმანეთს და აი ამ საქმეში ინვესტორები კი არა, კი აქ რა ვიცი მე 80%-ს არ ვიცნობდი. ხო და გავიცანით ერთმანეთი, ქონდა საკმაოდ სასიამოვნო შეხვედრაც მანამდე დავორგანიზდით ისე რაღაც ცოტა გაუტურად მაგრამ დავლაგდით და ეხლა ვემზადებით და მგონია რომ ეს სკოლა იქნება რაღაცნაირად მაგალითი როგორ შეგვიძლია გავიდეთ სისტემიდან და გავიდეთ წარმატებულად. კი, ახლა მე მგონი ვიცით ახლა ჩემი აზრით იცი თუ რაღაცნაირი იმედით არ ვიცი რა სიხარულით რომ ჩვენ ყველა გულშემატკივრობთ ამ იდეას, ამ საქმეს და მე განსაკუთრებით მიხარია ისიც, რომ თქვენ როგორც ბიზნესმენები ხართ ამითაც დაინტერესებული და ამას ხედავთ, მაგრამ ერთი რამე მინდა თქვა აი ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება, ასე ვფიქრობ, რომ თქვენ ხო არსებობს რა სხვადასხვანაირი ბიზნესი ბიზნესმენისთვის, ხო, რომელსაც შეიძლება არ ვიცი ეს გული რამდენად ვახსენოთ აქ, მაგრამ ხო რაღაცას აკეთებ, რაღაცნაირად და ინვესტიციას დებ სხვა განწყობით და რაღაცას ხო სხვანაირი იმით და თან ერთი რამეც კიდე რომ შეიძლება ყოველ შემთხვევაში მე ფიქრობ რომ შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ კიდეც რომ ეს არ არის მაინც და მაინც მხოლოდ ბიზნეს პროექტი რომ ხო რაღაცას ხო ბიზნესს აქვს თავისი კანონები ცხადია რომ ამას დაველოდოთ რაღაცას ანუ არის ბიზნესი ძალიან კარგია რომ არის და უფრო მეტი სინამდვილეში და უფრო მეტი არა მხოლოდ იმ ბავშვებისთვის და მშობლებისთვის რომლებიც ამ სკოლაში თუ მომავალში სკოლათა ქსელში იქნებიან, არამედ აი დანარჩენისთვისაც, იმიტომ რომ აი რომ წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა მაგალითი თუ გაჩნდება ჩვენს განათლების სისტემაში, ადეკვატურობის, ეს მაგალითი ხო თავისთავად გამოიწვევს, მე რაღაცა ცოტა დაფიქრებას მაინც რომ კაცო, რას ვაკეთებთ ხო? ჩვენ სადაც ვართ. კი, ცხადია, ეს დატვირთვაც აქვს ჩვენ პროექტს, გეთანხმები გარდა ბიზნესისა, უბრალოდ ბიზნესი იმ თვალსაზრისით, რომ ზოგადად მე ესე უყურებ პირადად, რომ ასე თქვა გრძელვადიანობა ამა თუ იმ პროექტის მაინც დამოკიდებულია ბაზრის საბაზრო პრინციპებზე რა. ანუ თუ არ ქმნი პროდუქტს მოთხოვნაც, ხო, შენ შეიძლება შენი ეგო დაიკმაყოფილო, მაგრამ მას არ ექნება გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა რა. ამიტომ სწორად აწყობილი პროექტი, რომელსაც ყველა მდგენელი იქნება თავის ადგილას, ის წარმატებულიც მეტად იქნება გრძელვადიანიც და მე უფრო უყურებ ჩვენ პროექტს როგორც ტირაჟირებაც ჩვენ ძალიან გვიხარია რომ რაღაცნაირად ექტონის აკადემიასთან სულ უფრო და უფრო ახლოს მივდივართ და ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვა რომ გულისხმობ ანუ ამერიკული გამოცდილი და დანერგილი სკოლის პირდაპირ კავშირს ამ ახალ სკოლასთან და აი მართლა უკვე გაცვლა გამოცვლას მე არ გამოვრიცხავ და პირიქით მგონია რომ აი მათ შორის ვახოც
თავისებურ მარილს შეძენს ექტონის პროექტს, თუმცა თვითონ აი რასაც ყვებიან ჰერმანი და ვახო იმ ექტონთან ურთიერთობაში ხო მათ მეთოდოლოგიაზე, ნუ ხვდებით რაოდენ ახლოსა ეს იმასთან, რაზე ჩვენ ვილაპარაკია და ვისაუბრია და ვიფიქრია, რომ ეს კარგი იქნებოდა. ნუ რა თქმა უნდა, მეტწილად ვახოს და ეს ყველაფერი ეს მატერიალის და ახლოს მოვიდა ჩვენთან და ჩვენ ახლა ამას ბიზნესის თვალსაზრისით სწორად ავაწყობთ. მე ვფიქრობ, რომ ექტონშიც შეიძლება მათ ხსაშიც სამაგალითონი გავხდეთ. გაცვლა, ამიტომ. კი, ნამდვილად ასე ვახსენოთ ეს ერთ-ერთი მიმზიდველი იდეა, ძლიერი იდეა, რასაც ხას უსვამენ ხოლმე, სხვათ შორის იგივე ვახოც ხშირად ამბობს ხოლმე, ეგრეთ წოდებული თვითმართვადის სწავლა, რომელიც არის სინამდვილეში დღესაც და პრინციპში სულ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით ყველაზე ძვირფასი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა ზოგადად შეიძინოს და მით უმეტეს თუ ამას ბავშვობაში შეიძენს და ეს სხვათა შორის ამის მიღწევა ცხადია მარტივი არ არის. იმიტომ რომ იმ სასწავლო კონტექსტების მოფიქრება ბავშვებისთვის, რათა ეს უნარი შეიძინოს, ადვილად არ არის მოფიქრებადი და ამ შემთხვევაში ის ექტონის გამოცდილება ფაქტობრივად რაღაცნაირად ასე რომ შევადაროთ საგანძურს იძლევა, რომ აბატონო ჩვენი ასეთი კონკრეტული გამოცდილება, რომელსაც თქვენს კონტექსტში გადაიტანთ და ეს ანუ ამ ხრივ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი შეიძლება ითქვას, რომ უზრუნველყოფილია ის რომ აი ჩვენ დაახლოებით ამაზე ნაფიქრი გქონდა, თქვა ასეთ მოდელზე ამანაც გამოიწვია ის რომ ჩვენი პროექტი მე მგონი ექტონის ქსელში ყველაზე დიდია ბავშვების რიცხვიდან დასაწყისში ხო? კი, დასაწყისში და ისინიც მე მგონი სასიამოვნო გაკვირვებული იყვნენ რომ ესე ამბიციურად მოეჭიდეთ ამ პროექტს რა, იმიტომ რომ ნუ მათ იცი რომ ჰომსკულინგი დაიწყეს და რაღაც ისე ძალიან რაღაც 7 ბავშვი დაიწყეს და ჩვენ არც ვაცხელეთ და ამ პატარა ქვეყანაში ეს ამბიციური პროექტი წამოვიწყეთ რა. და ხომ მე მჯერა რომ გამოგვივა შეიძლება მეტი დრო დაგჭირდეს ადაპტირებისთვის, მეტი დრო დაგჭირდეს ამ იდეის გატანისთვის ისევ რომ ასე ვთქვათ ბაზარზე ესეთი კარგი კონკურენტუნარიანები ვიყოთ, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს დაძლევადი ამოცანა და ბატონო, ხო, დასაწყისი მართლაც უკვე როდესაც ამდენი მსურველი, მშობელი, ოჯახი, ბავშვი ამას აცხადებს, როგორც შენ აღნიშნე იმ მოწყვეტით, აი ამ სისტემისგან დამოუკიდებლად ბავშვის აღზრდაზე, ხო, ეს უკვე არის დიდი ძალა, მათ შორის ვამბობდით ხოლმე, რომ თქვა 10 წლის წინ ვახო მეგრელიშვილი მარტო იყო, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო და მისი ოჯახი და აი წარმოიდგინე, რამდენად ძლიერი იქნებოდა მაშინ ადამიანი, თუნდაც 2-3 ოჯახი რო ყოფილიყო ასეთი, ხო, მასთან ერთად და ერთად რაღაცა გადაწყვეტილებები მიიღო. დავით, როგორც საკრებულოს წევრობის კანდიდატს, ასე ვთქვათ, გირჩიდან მომავალ თუ დაგეგმილ არჩევნებზე, ასევე მინდა გითხრა, ცხადია, მოკლედ ან შენი ხედვის და პოზიციის აი ამ როლში და რაღაცნაირად რამდენად გეჩვენება ან ფიქრობ, რომ იზრუნებ თუნდაც ბავშვების ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო სფეროშიც, ხო? ალბათ როგორც კლასიკური გირჩელი, მთავარი ხაზი, სადაც არ უნდა ვიყო და სადაც არ უნდა მოვხვდეთ, ეს არის პარლამენტში იქნება თუ საკრებულოში, ეს არის ადამიანების თავისუფლების ხარისხის ზრდა და ეს ხაზი, ამ ხაზის გატარებას შევეცდები თუ მოხდები საკრებულოში. დიდი საგანმანათლებლო ზოგადი მიზანია შეიძლება ითქვას ჩვენი პრინციპში. და ხო, ერთია თავისუფლება, მე ალბათ ამას მოყვება პასუხისმგებლობები და აი ამის სწორად მიტანა ადამიანებამდე და საკრებულო ვფიქრობ თბილისში, ერთ თბილისში დავიბადე, გავიზარდე, მარტო პრობლემატიკაზე არ არის ლაპარაკია სწორ წესრიგზე, ხო? და აი რა ვიცი, რაზე ჩვენ ხშირად ვისაუბრია, ლოკალურ დონეზეც
ჩვენი საუბრების სწორ წესრიგზე იქნება ჩემი აზრით უნდა იყოს ეფექტიანიც და რაღაც მოვახდინოთ ლოკალიზება თუნდაც აი სწორი წესრიგის რაღაც კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში და ეგეთივე ხაზის გატარებას რა ვიცი შევეცდები იქაც რომ იქ ალბათ ჩემ კოლეგებსაც რაღაცნაირად წავიყვანო იქითკენ რომ გავიყვანოთ სახელმწიფო ბევრი რაღაციდან იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეშია შემოსული ეს ყველა სექტორში მე ვერ დავასახელებ ახლა დარგს რომელშიც იმას არ აქვს ასე ვთქვათ ძალიან ბევრი საცეცები და უბრალოდ შევეცდები ახსნა რატომ არ უნდა იყოს 100 და ვთქვათ რატომ მუნიციპალიტეტი უნდა კონცენტრირდეს საზოგადოებრივ საჭიროებებს და რა კერძო მესაკუთრის საჭიროებებს ეს განსხვავებული რამ არის ხო ერთია როგორ მოაწყობს ადამიანი საკუთარ ეზოს და ეს მისი გადასაწყვეტია თავიდან ბოლომდე და მეორეა კი ბატონო როცა საზოგადოებრივ არეალში ვაწყობთ სკვერს ხო ეს განსხვავებული რაღაცაა და დღესდღეობით სახელმწიფო შემოჭრილია ძალიან ბევრ სფეროში და აკნინებს საკუთრების თელ ასე ხიბლს და ფასეულობას და მაგაც აი ეს იქნება კიდევ ერთ-ერთი და მე ოღონდ შევეცდები რომ საუხსნა რა ისე რაღაც ლოზუნგების დონეზე რომ შორს ხელები საკუთრებს ამ რატომ ჯობია რომ სხვანაირად ორგანიზდეს კი იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში როიტყვიან სახელმწიფოს ექსპანსია საკუთრებაში მასვე უქმნის მერე პრობლემას მას არ შეუძლია ის არ არის ის ხდება ტლანქი ის ვერ ახერხებს რაღაც მისივე შექმნილი ბარიერების მერე გადალახვას და ეს ბევრ პრობლემას ქმნის და შევეცდები მაქსიმალურად მით უმეტეს მშენებლობაში თუ ჯანდაცვაში ჩემი რა ვიცი დაგროვილი გამოცდილება და პირადად მე რა პრობლემასაც ასე ვთქვათ გადავყრილ ვარ და რა ვიცი წარმომედგინე რომ ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამის გადაწყვეტა მე აღმოჩენილ რომ თუნდაც ესე არ არის და ბიუროკრატია თავის ასე ვთქვათ სირთულეებს ქმნის და კარგავ დროს, კარგავ ენერგიას, კარგავ ფულს და რაღაცნაირად ხო ეს ასახსნელია და მას შევეცდები. კი ბატონო, იგივე ჩვენ ვსაუბრობთ და განათლებაზე, ხო? აი ზუსტად იგივე ხაზით, აქაც რატომაც არა რომ რა ვიცი თბილისმა ითავოს გამორჩეულად ექსპერიმენტული სკოლების პროექტის ხელშეწყობა. და თუნდაც ვინც მოისურვებს იმ თბილისელებს შეუწყოთ ხელი დაუშვათ. რა თქმა უნდა. ეს რა ვიცი ბევრი მიმართულებით შეიძლება ხო ფართოვდება ქალაქი იზრდება ქალაქი მოსახლეობაც იზრდება ეხლა სკოლები ხომ ესე მარტივად ვერ მიყვება უბნებს ეხლა სკოლა გავაკეთო ეს მარტივი არ არის ხო და რა ვიცი თუ ვინმე ეს მოუნდება ეს სიტყვაზე ვარკეთეში აშენებულ ახალ უბანში სკოლის გაკეთება რა ვიცი მე მგონი ხელი უნდა შევწყოთ ყველანაირად და არა დაუგროზოთ იმით რომ რა ვიცი განათლების სისტემაში ავტორიზაციები და მთელი ეს გაიაროს მთელი ეს პროცესი და დროშიც გაეწელოს არც გამოუვიდეს და ასე შემდეგ. სხვათა შორის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა თბილისში რაც არის აი სკოლების საჯარო სკოლებს გულისხმობ ეგრეთ წოდებული რემონტები და სკოლის გადაკეთებები და რაღაც კაპიტალური რაღაცებს რომ და ტენდერები და ეს ისეთი სფეროა ჯერთი წლებით ისე იწელება ხოლმე და ერთი სკოლის ასობით და ათასობით მოსწავლე არის შეხიზნული სხვა სკოლის და რაღაც მოკლედ აი დაუჯერებელი რამეები ხდება ხოლმე მაგასთან შეხება პირდაპირ და თან ამ დარგის პროფესიონალი რაც მშენებლობას და ამ საქმიანობას ეხება მე ვფიქრობ რომ მინიმუმ კარგად დაინახავ რა ხდება და რატომ ხდება ასეთი რაღაცა დაუმთავრებელი რაღაცები და ბოლო ინფორმაციის გამოტანა იქნება შესაძლებელი თუნდაც აი სხვას რომ ყველაფერს დავანებოთ და ამ შემთხვევაში რაღაც ცოტა ადეკვატური გადაწყვეტილებები რომ იქნას მიღებული თუნდაც ნაკლები დანახარჯით და რაღაცა მასე სხვა დანახარჯით ესეთი პრაქტიკული საუბრო თუ ახლა მუნიციპალიტეტი ხშირად უყურებს რომ რაღაცა დიდი პროექტი როცა კეთდება და განაშენიანების გეგმები კეთდება ის უყენებს ხოლმე მენაშენეს მოთხოვნას რომ ესეთი ობიექტები გაჩნდეს სკოლა, საბავშვო ბაღი, ბუნებრივია, მაგრამ მეორეს კუთხით რამშენებლის
ყველა მშენებელი არ იქნება ალბათ მოტივირებული სკოლა გააკეთოს და არც ეს აუცილებელი და ხო რაღაცნაირად ეს არის ხო შეუსაბამობა გარკვეულწილად მეორეს კუთხით ხა მუნიციპალიტეტს სადაც კი ხალხი მოიდომებს ცხოვრებას იქ წავიდეს საჯარო სკოლა ააშენოს არც ეგ გამოიყურება ადეკვატურად ხო და ამიტომ სწორი ფორმა და შინაარსია მოსაძებნი და აი მან სწორედ იდეალური გამოსავალია თავისუფლება რომელიც თუ გაჩნდება იქ განათლების მიღების სურვილი და ბაზარზე მოთხოვნა იქ აუცილებლად მიმწოდებელიც გასცდება ხო სინამდვილეში ჩვენ წესით ეს თვითმმართველობაც თავიდან გვაქვს გასააზრებელი ხო რა უნდა იყოს ჩვენი გადასაწყვეტი და რა ვანდოთ სხვას რომ უკეთ ჩვენთვის უკეთ გამოვიდეს და ასე შემდეგ მოკლედ სერიოზული და დიდი სამუშაოა ესეთი მიმართულება თავით ამ მიმართულებითაც იმ მიმართულებითაც მოკლედ ჩვენი ასე თქვა ჩვენი პოლიტიკური მიმართულებითაც მინდა დიდი წარმატება გისურვო ასევე ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ საინტერესოდ ვისაუბრეთ მე მგონი მადლობა შენ რომ გამახსენე დიდი მადლობა მეგობრებო ეს იყო დავით ფანჯაკიძის სკოლა დაელოდეთ გადაცემას შემდეგ სკოლაზე